ვახო, მოკლედ მძიმე დღეები უკვე გადავაგორეთ, საახალწლო, ნოყიერი, მაგრამ ძალიან გემრიელი მენიუ უკვე წარსულს ჩაბარდა. ვიწყებთ ისევ სეზონური და შედარებით უფრო მე მგონი მაინც ჯანსაღი კერძებით. ძალიან საინტერესო აპეტაიზერი გვაქვს, ეს არის ვაშლის და სტაფილოს პური აზიური соусით. და მთავარი კერძი, არც ისე დიეტური, მაგრამ ძალიან გემრიელი. ძირითადი კერძი გვაქვს კარამელიზირებული ღორის ბეჭი, გამოცხარი ბოსტნეულთან ერთად და ბულიონი. აი ეს ბულიონი არის მნიშვნელოვანი. ამის გამო ამზადებ соус, რომელსაც ზემოდან წაусმებ და ძალიან მაგარი მთავარი კერძი გვექნება. ჩემი დესერტიც პრინციპში შედგება ყველა იმ ინგრედიენტისგან, რომელიც ჩვენ ენერგიას გვაძლევს ზამთრის განმავლობაში. გვაქვს თხილეული ნუში, ნიგოზი, თხილი, ჩირი და ჩემი ყველაზე მთავარი და საყვარელი ინგრედიენტი შოკოლადი. ეს იქნება შოკოლადის, თხილეულის და ჩირის მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი ნამცხვარი. მოდი აპეტაიზერი დავიწყოთ, ხო? შენ ალბათ პურს მოამზადებ, მე კიდევ соус. პური მაინც რა თქმა უნდა, ესეთი ტრადიციული საფუარის ბაზაზე არ არის, ეს იქნება გამაფხვიერებლით და კარაქით მოზელილი ცომი. ძალიან კარგი. соуსი იქნება ცოტა უფრო აზიურ სტილში, თუმცა ძალიან მოუხდება პურს, ეს ხილს ძალიან მოხდება. იქნება მიწის თხილი, ცოტა სოია соуსი, შაქარი და მოკლედ ძალიან გემრიელია. ეს არის ჩემი საყვარელი соуსი სხვათა შორის და ვფიქრობ, რომ ეს соуსი ყველაფერს უხდება. თევსაც, ხორცსაც, ქათამსაც, ბოსტნეულსაც. შეწვისას ხო? ხო, აი ძალიან მაგარია. მართლა ყველაფერში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფქვილი დამჭირდება დაახლოებით 350 გრამი. შეიძლება ცოტა ნაკლები. აჰა. დაგჭირდება კარაქი 150 გრამი. ჩავხეხავ ეხლა კარაქს. სასურველია რომ ამ შემთხვევაში კარაქი იყოს პირიქით ცივი, რომ მარტივად ჩაიხეხოს. მიწის თხილის კარაქი, ოღონდ ამაში არის მიწის თხილი უკვე შიმით, რომ ცოტა ის ხრაშუნა იყოს, ხო? მოდი გავუკეთებ მე დაახლოებით 2 სუფრის კოვს, ეს არის 150 გრამი. ცოტა წიწაკა. მარილი გემოვნებით. ნიორი. 1 კმილი ნიორია ყოფა. ბევრი არ უნდა ხა მკვეთრი რო არ იყოს. აქ მნიშვნელოვანი არის ვაში და სტაფილო. ცოტა ჯინჯერი. უფრო არომატი რომ ისცეს და გაუღვივოს გემო. დაახლოებით 5 გრამი სოია соуსი, 1 სუფრის კოვზი. ავისფერი შაქარი, ნახევარი სუფრის კოვზი. მეღაც მთავარია, ცოტა კეჩუპიც. ხო. და ეს კარგად ავზილავ. კარგად უნდა ამოურიოთ. ძალიან სქელი არ მინდა რომ გამოვიდეს, ამიტომ ცოტა ბულიონს გავუკეთებ. ბოსტნეულის ბულიონი ან ქათმის ბულიონი ძალიან მოუხდება. 3 სუფრის კოვზი საკმარისია. საკმაოდ ნოყიერი აპეტაიზერია, მაგრამ მაინც ბევრად უფრო ჯანსაღი, ვიდრე ნებისმიერი სხვა საახალწლო კერძი. კარგია, ხო? კარგი, მაშინ მე გავაგრძელებ პურის მომზადებას. უკვე კარგად გავაფხვიერე ერთად კარაქი და ფქვილი. დავუმატოთ ახლა ცოტა მარილი. დაახლოებით ნახევარი სუფრის კოვზი. დაახლოებით 10 გრამი გამაფხვიერებელი და ეხლა უკვე დროა რომ ჩავახეხოთ 1 ცალი სტაფილოთ, აი ესე დიდ სახეხზე. სხვათა შორის სტაფილოსთან ერთად გამომიცხვია ასევე ჯინჯერის და სტაფილოს პური და სტაფილოს და ბანანის პური ერთად. ეხლა ვაშლთან ერთად ძალიან საინტერესო იქნება მით უმეტეს აი ამ აზიური соуსის კომბინაცია, მე მგონი საინტერესოა ნამდვილად. და 2 ცალი ვაშლი. კანთან ერთად ვხეხავთ, რომ კანშიც ბევრი არომატია და ბევრი კარგი ვიტამინები. დავუმატოთ ამას 1 ცალი კვერცხი. შეიკრას კარგად. ხო, მასა უფრო გაერთიანდება. მოვზილოთ. თავის წვენსაც გამოუშვებს ახლა სტაფილო და ვაშლი, რომელიც შეკრავს აი ამ მასას. დავუმატოთ სულ ცოტა ყავისფერი შაქარი. ასე ვთქვათ, ბალანსისთვის.
1 სუფრის კოვზი. მარტივი ცომია სხვათა შორის, კი, კარგ ფერზეც არის. მე კიდე მოვამზადებ სოუსი, აზიური სოუსი, რომელიც არის მიწის თხილი, ჯინჯერი, ნიორი, სოიო სოუსი, კეჩუპი. ეს ყველაფერი დაამშვენებს და მოუხდება ამ პურს. თან ეს აზიური ნოტები სტაფილოს და ვაშლს მართლა ძალიან უხდება. პირდაპირ მივცემთ ესეთ გუნდას ფორმას. გადავიტანოთ ფორმაში. ამ შემთხვევაში ვაცხობ მრგვალ ესეთ ნამცხვრის ფორმაში, უფრო ლამაზი იქნება ვიზუალურადაც და დამჭირდება სულ ცოტა ზეთი. ამოუსვათ ძირზე, რომ არ მიეკრას პური, მარტივად რომ ამოვიღოთ ფორმიდან. ჩავდოთ ეს გუნდა, ცოტა გაუსწოროთ ზედაპირი და გამოვაცხოთ პური 180 გრადუსზე 20-25 წუთით. მგონი შეუნდა შედო. პური გამოცხვა, კარგად დაიბრაცა ზემოდან. ცოტა ცხელია, მაგრამ შევეცდები რომ უკვე გადმოვიტანო. არც ისე უკვე ცოტათი გაგრია. ვაა, ნახე. აქედანაც კარგად დაიბრაცა. საკმაოდ რბილია. დავჭრი ხო? მაგარია. ნახე რა, ძალიან რბილია. აუ, ძალიან კაია. ცოტა სქელნაჭრებად დავჭრი. ხო. უკვე ნერწყვები მომად გავხვდები ეს სოუსი როგორ მოვხდება. უნდა გავსინდოთ. გადავასვათ. აუ, ძალიან მაგარია. ძალიან გემელია. ძალიან მაგარი აპეტაიზერია. ვაშლის და სტაფილოს პური. დაგჭირდება 350 გრამი ფქვილი, 150 გრამი კარაქი, ნახევარი სუფრის კოვზი მარილი, გამაფხვიერებელი 5 გრამი, 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, 1 ცალი კვერცხი და ყავისფერი შაქარი 1 სუფრის კოვზი. ვამზადებთ მიწისთხილის სოუსს. დაგჭირდება მიწისთხილის კარაქი 150 გრამი, 1 კბილი ნიორი, ჯინჯერი 5 გრამი, სოიო სოუსი 1 სუფრის კოვზი, ყავისფერი შაქარი ნახევარი სუფრის კოვზი, 2 სუფრის კოვზი კეჩუპი და ბულიონი 3 სუფრის კოვზი. გემრიელი ვაშლის და სტაფილოს პურის შემდეგ მოვამზადოთ ძირითადი კერძი. გვაქვს ღორის ხორცი, თან ეს დიდი ნაჭერი. ძალიან მაგარი ნაჭერია. კი, ძვალიც აქვს აქ კარგი, ესეც და ქონით. და ქონი რა თქმა უნდა. ამას სჭირდება მარილი. ცოტა პაპრიკა. ესეც გემრიელად არ დაინანოთ. ამ ხორცს შევწვალ გრილზე, კარგი ფერი რომ მიიღოს და მე გამოვაცხოთ ბოსტნეულთან ერთად, ხო? ხო. რომ არ იყოს ესე იგი ჩახარშული და ჯერ ბრაწავთ, რა ის მობრაწული და კარამელიზირებული გემო კონდეს ხორცს და შემდეგ უკვე ბოსტნეულის არომატებში ესე იგი კარგად აუ, ძალიან მაგარი იქნება. დავბრაწავ ყველა მხრიდან. სანამ ხორცი დაიბრაწება, დავიწყებ ბოსტნეულის დაჭრას. გვაქვს ორნაირი ბულგარული ყვითელი და წითელი, ორივე საკმაოდ ტკბილი და წვნიანია, ვფიქრობ ძალიან მოუხდება ხორცს. 3 ხახვი. სოკო თუ პატარა არის, არ სჭირდება დაჭრა. საშუალო ზომით კიდევ ნახევარ-ნახევრად დავჭრე. ამ შემთხვევაში ქამა სოკო იქნება ყველაზე კარგი, ცხუება უფრო კარგად. ყვითელი ბულგარული დავჭერი, ახლა გადავედით წითელ ბულგარულზე. ესე იგი, როგორც თქვით, ზამთრის მენიუ შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და საკმაოდ არომატული, იმიტომ რომ აი ეხლა ამ ბულგარულს აქვს ძალიან მაგარი არომატი. ყვითელს განსაკუთრებით ტკბილი. ამოსატრიალებელია მე მგონი უკვე. მეც ბულგარული დავჭერი. აუ! აია. უკვე ძალიან მაგარია. თავისივე ცხინს ზემოდან მოვასხავ. სტაფილო 1 ცალი გადავჭრათ. ესეც გვაქვს. მოკლედ ბოსტნეული მზად არის, ხო? კიდე დაგჭირდება რამე? არა, მე მგონი მეტი არა. ნიორი.
ცოტათი, ნიორი, 4 კვილი ნიორი. არომატი. ჩავხარი. თითქმის დაიბრაცა. ჭირდება გამოსაცხობი ფიტფიტა, გამჭვირვალე. არევას კარგად. მარილს მოვაყრი ამას. ცოტა ციცაკას მაინც გემოვნები. როზმარის ჩავდებ, მაინც ხო არომატს მისცემს. ბევრი ცხიმი არ დაჭირდება, რადგან ღორის ხორცი გვაქვს. გამოცხობისას ღორის ხორციც თავის წვენს და ცხიმს გაუშვებს და ბოსტნეულის თავის წვენს გაუშვებს და მოკლედ ეს ყველაფერი კარგად გაუჯდება ერთმანეთს ეს არომატები და გემოები. აუ რამხელა ნაჭერია. ეს 1-4 ადამიანს ხო ეყოფა ეს? თავისუფლად 6-აც. და ბულიონი ამ შემთხვევაში მე მაქვს საქონლის ბულიონი, ბოსტნეულის ბულიონიც მოუხდება. გამოსაცხობად მზად არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნდა გამოცხეს დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 170 გრადუსი. კი. მერე შეგვიძლია უკვე ავწიოთ. 170 გრადუსი, დაახლოებით 45 წუთი. გავიდა დაახლოებით 1 საათი, უკვე თითქმის მზად არის ჩვენი მთავარი კერძი. ჯერ 170 გრადუსზე იყო და მერე აუწიეთ 200 გრადუსამდე. რომ ცოტათი ზემოდან კიდე დაიბრაწოს გემრიელად, ხო? ბოსტნეულს გადმოვიტან თეფშზე. ბულიონი გვჭირდება, ახლა ამ ბულიონის გამოვამზადებ соуს. ეხლა ხორციც ზემოდან დავადოთ ლამაზად. მაღალი ცეცხლი. ბულიონი ცოტათი როგორც კი წამოდუღდება, აქ მაქვს მე კეჩუპი. ლიანად გაუკეთებ დაახლოებით 150 გრამი კეჩუპი. ამას მოუხდება ცოტა ციცაკა. აუ! ცხარე იქნება. დოგვის მარცვლები, სხვათა შორის ძალიან კარგია. და ნიორის ფხვნილი. ნიორის ფხვნილი. კარგად უნდა ავთქვიფოთ. соусიც უკვე მზად არის, თითქმის ნახე წამოდუღდა. მორჩა, ეს მზად არის. კარგი, ცოტა ისეთი ბლანტი соуსი გვაქვს. ეს მარცვლები ძალიან ლამაზად ჩანს. მართლა იდეალური ძირითადი კერძი. ბევრი ბოსტნეული, დიდი ხორცის ნაჭერი და გემრიელი соуსი. აუ ეს იქნება იდეალური. რამდენი ხანი ცხოვრებოდა, უნაზესი იქნება, ჩადნება პირში. არომატი როზმარინი რო დაკრავს ბოლოში. ვახო, აი ძალიან მაგარია. შევჭამოთ. ძნება. უმაგრესია. მოვა ჩემია. გამომცხვარი ღორის ხორცის соусით და ბოსტნეულით. დაგჭირდება ღორის ხორცი 1 კილოგრამი, 1 ცალი წითელი ბულგარული და 1 ცალი ყვითელი ბულგარული, 1 ცალი სტაფილო, ხახვი 1 თავი, ნიორიც 1 კბილი, ქამასოკო 100 გრამი, ბულიონი 200 მილილიტრი, როზმარინი, პაპრიკა, წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით. ვამზადებთ соус. соусისთვის დაგჭირდება კეჩუპი 80 გრამი, დოგვის მარცვლები, ნივრის ფხვნილი, წიწაკა და ხორცის ნახარში. ესეთი გემრიელი მთავარი კერძის შემდეგ აუცილებელია გემრიელი დესერტი. ვიწყებთ შოკოლადის, თხილეულის და ჩირის ნამცხვრის მომზადებას. შოკოლადი. 200 გრამი შოკოლადი, 120 გრამი კარაქი, აი ამას მე დავადნობ. კარგად გემრიელად. შოკოლადი მეც ძალიან მიყვარს უკვე. უკვე? ხო. ამას ჩავატეხავ უფრო მარტივად დადნეს, ხო? კი. სანამ შოკოლადი და კარაქი უხვება, მე შევთქვიფავ 3 თლიან კვერცხს დაახლოებით 200 გრამ ყავისფერ შაქართან ერთად. ესეც მესამე. ცოტა მარილი, რა თქმა უნდა, დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი
ოდნავ შევტქვიფოთ. ამ ნამცხვრის მომზადებისთვის ჩვენ არ დაგვჭირდება მიქსერი, რადგანაც ეს ნამცხვარი ძალიან მაღალიც არ უნდა ამოვიდეს. დავუმატოთ ახლა უკვე 200 გრამი ყავისფერი შაქარი. თან ყავისფერი შაქარი მიცემს გემრიელი კარამელის არომატს და გემოს. ნახე ფერიც როგორ შეუცვალა. კარგია. გავთქვიფე უკვე კარგად კვერცხით. შოკოლადიც დადნა, გამოვთა უკვე. შეგვიძლია პრინციპში თბილი მასა დავუმატოთ. თავარია ნელ-ნელა ჩამისხი, რომ არ ამიჭრას თვითონ კვერცხი. უნდა მოურიო თანაც. მიდი, ხო აი ეს. შოკოლადის სიყვარულები ტრიალს. ნახდათ. აჰა, საკმარისია, კარგია. ნახე როგორი სქელი მასა გახდა, რადგანაც თვითონ თბილი რო იყო შოკოლადი, კვერცხიც ცოტათი მომზადდა და უფრო ისეთი ბლანტი და შეკრული მასა მივიღეთ. ეხლა ამას დავუმატებთ ნუშს, უმად ჩვეულებრივად თავის კანიანად, დაუჭრელად, ნიგოსაც ავჭრით, ანუ აი დიდი გემრიელი ისინი უნდა შეგხვდეს, როდესაც ჩაჭრი. შენ დამიჯერი კარგარი. დიდ ნაჭრებად, ხო? კი. 80 გრამი ნიგოზი. დავუმატოთ თხილი დაახლოებით 60 გრამი. ნუში 50 გრამი. გარგირშჩირი ესე ყოფა? კი, საკმარისია. თანაც გარგარი მე ვფიქრობ დაახლოებით მოხდება. 100 გრამი. ხო, მაქსიმუმ 100 გრამი. ეხლა ამოურიოთ. ნახე რა მაგარი მასა. ეს უკვე პირდაპირ შეგიძლია. აუ, ამას ახავე შევჭამდი. დავუმატოთ ეხლა ცოტა გამაფხვიერებელი, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი, მეტი არ დაჭირდება, იმიტომ რომ არ მინდა რომ კექსივით გამოცხეს, მინდა რომ უფრო დაბალი იყოს. და დავუმატოთ ფქვილი. ფქვილი დაახლოებით დავჭირდება 100-120 გრამი. 4 გონი 5 სუფრის კოვზი საკმარისი უნდა იყოს. ახლა ამოურევ და ნახავ როგორი იქნება მასა. და გადმოვიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში, რომელშიც მაქვს ჩაფენილი გამოსაცხობი ქაღალდიც, რო არ მიეკრას. ნახე, რამდენი თხილები აქვს. ნიგოზი, თხილი, ნუში. ვაცხობთ 180 გრადუსზე 20 წუთით. შავი შოკოლადის ნამცხვარი თხილეულით და კურაგით. დაგვჭირდება შავი შოკოლადი 200 გრამი, კარაქი 120 გრამი, ყავისფერი შაქარი 200 გრამი, 120 გრამი ფქვილი, 3 ცალი კვერცხი, ნუში 50 გრამი, ნიგოზი 80 გრამი, თხილი 60 გრამი, 100 გრამი კურაგა და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. რა კარგად გამოიყურება. მოხსნათ ეს ფურცელი. აჰა. ნახეთ სან ბოლომდე არ გამოვაშრე. ცოტა დავტოვე ბილიცეთში. გავჭრათ. დიდი ნაჭერი მომიჭრა. ნახე ნუშის არომატი. ნუში, შირი. აი ესე უნდა ასრულებდე ნებისმიერ სადილს. საინტერესოა, რატომ ვუწოდებთ წითელ კომპოსტოს წითელს, როდესაც იისფერი უფროა. მისი სამშობლო არის ხმელთაშუა ზღვისპირეთი და შეიძლება იმ პერიოდში, როდესაც აღმოაჩინეს, იისფერს წითელს უწოდებდნენ, ანასე აღიქვამდნენ. შეიძლება ვიპოვოთ ამ ყველაფერში ლოგიკა, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია წითელი კომპოსტოს სასარგებლო თვისებები და გეტყვით, რომ კომპოსტოს ყველა სხვა სახეობაზე გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს ვიტამინებს, გარდა ამისა. ძალიან მდიდარია მცენარეული ცილებით და ასევე არის
ძალიან დაბალკალორიული პროდუქტი 100 გრამი 26 კილოკალორიას შეიცავს. იდეალურია სალათებში, მოკლედ, თუ აქამდე არ გამოგიყენებიათ ეს პროდუქტი, აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს კვების რაციონში. დოგვი პროდუქტი, რომელიც ანტიკური პერიოდიდან არის ცნობილი, დღეს კი ჩვენ მას ხვდებით და ვიყენებთ ფხვნილის соуსის, ზეითის თუ მარცვლების სახით. დღეს კი ვისაუბრებთ სწორედ დოგვის მარცვლებზე, რადგან ვახომ და თამთამ დოგვის მარცვალი თავიანთი არაჩვეულებრივი კერძის ერთ-ერთ სანელებლად გამოიყენეს. აქვე გეტყვით, რომ დოგვის მარცვალი ყველაზე ხშირად გამოიყენება ინდურ სამზარეულოში და ცნობილია, რომ არაჩვეულებრივად ეხამება სხვადასხვა სანელებლებს. დოგვის მარცვლის პოვნა ქართულ ბაზარზე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს, სულ რაღაც 1 ლარი ღირს. დღეისათვის ინგრედიენტებზე ამით მოვჭით. თქვენ წინ ძალიან საინტერესო რუბრიკა პროფესია მზარეული გელოდებათ. სამზარეულო ექსტრემი არის, დასვენება, სიამოვნება, ყველაფერი ერთად არის შეკრული, აქტიური და პოზიტიური. იგი ბოლო 3 წელი არის, რაც ვარ პროფესიით მზარეული. იქამდე დავამთავრე გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობა, მუშაობდი ბანკში. თითქმის 4 წელი და იმერე მივხვდი, რომ ეს ძალიან ერთფეროვანი იყო. წამოვედი სამსახურიდან და თითქმის 2 წელი ვიყავი უმუშევარი, ასე ვთქვათ. ვერთობოდი ლაშქრობებით, ფოტოგრაფიით, დიალით და ერთხელაც გავიგე, რომ ყიადებოდა სამოყვარულო კურსები. რაც მივედი გაკვეთილზე აკადემიაში და გასწავლეთ სამზარეულო, ციებ-ცხელება ყველა თავისი ამბებით. აი მაშინ მივხვდი, რა მინდა მართლა რომ ვაკეთო და რა არის ჩემი საყვარელი საქმიანობა. იქამდე ყველა მეღანაღებოდა, რა გათხოვდება, რა ეშველება, ამათაც საჭის კეთება არის, სახში ვერაფერს ვერ გააკეთებს, ეგრევე გამოაგდებენ და აღმოჩნდა, რომ თურმე შემიძლია და თან არც ისე ცუდად. სამზარეულოც აი უფრო შემოქმედებითი მხარე არის ჩემთვის და მიყარს რა განწყობაზეც ვარ და გაიხედა გამოიხედა რა შემხვდა. მოდი ეს გავუკეთოთ ეს, აი ამის შედეგი უფრო მიყარს და არა გაწერილი სტანდარტული მომზადება. სამზარეულოში მუდმივი ექსტრემი არის რაღაც. იჩქარება რაღაც ისვრე აქვს, იქით რაღაცა გეჩხუბება, ვიღაც შეკვეთა აქვს, მიმტანი გეჩხუბება, შენ ეჩხუბები, მიმტანს მენეჯერი მოდის გიყვირის, ყველაფერი ძალიან დიდი დაძაბულობა. ერთადერთხელ იყო, როცა ვიგინე სამზარეულოში. ძალიან მშვიდი და მოუთმენი ადამიანი ვარ, მაგრამ აი იქ უკვე გამოაჩენეს ჩემი მზარეულის მხარე. იყო თებშების როლა, გინება, ყველაფერი, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. სამზარეულოში რატომაც ვერ გეტყვი ზუსტად რატომ არის. სხვა ტიპაჟები არიან მზარეულები. აი უფრო ჩემი იანები ახლობლები, ის სულით მონათესავე, რასაც ქვია. ყველაზე ვერ იტყვი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი აღმოვაჩინე ამ სფეროში. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდრე სხვაგან. გიორგი, ჩემი დამხმარე ვინც არის ამჟამად, წინა ობიექტზეც ერთად მუშაობდით და ნუ ქონა გართობა, რომ ცეკვავდით სამუშაო პროცესში. და თან შეკვეთა იყო, თან ცეკვავთ მაწვდის თეფშს, რომელიც იყო საკმაოდ ძვირადღირებული და უნიკალური თეფში და ნუ ვერდეთ ძალიან სული დამოკიდებულება აქვს მიზანთან. და ეს თეფში გავარდა, რა თქმა უნდა, დაიშალა და მქონდა ისეთი, რომ ვუთხრათ, არ ვუთხრათ, რომელი და ნუ რა თქმა უნდა საბოლოოდ თქვით, რომ ჩვენ აი ცეკვისას შემოგვატყდა ეს თეფში. არ დავისაჯეთ. ძირითადად კერძს რა მოშვებ. და მე ელოდები თეფში ბრუნდება უკან, თუ კერძის რაღაც ნაწილი დევს, რომ პირველი რო პანიკა არ მოეწონა, რატომ არ შეჭამა ბოლომდე. და მეტად კითხე, აბა რა აზრის არის და მაშინ ეს და კი მოეწონა, ძალიან ბევრი იყო და ვერ შევჭამე, უკვე მშვიდდები არა ის, რომ არ მოეწონა. ერთ შემთხვევაში იყო, დამიძახეს რატომღაც, სტუმარმა მოითხოვა, ნუ ესე რა თქმა უნდა პანიკით ჩადიხარ, პირველი რომ რა გავაფუჭე, რა არ მოეწონათ. ჩავდივარ, ერთი უცხოელი იყო და მადლობა გადამიხადა იმის, რომ საქართველოში ჭამა პირველად სწორედ მოხარშული პასტა. აი, ბანკიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ დატვირთული ვარ, დრო არ მყოფნის არაფრისთვის, რამდენ საათს ვატარებ სამსახურში, წამოვედი, ავირჩიე პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგრამ სამუშაო პროცესში აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო დატვირთული გრაფიკი არის. თითქმის 12 საათი ატარებ სამსახურში. ერთ-იგივე ხალხთან, რაღაც ერთ-იგივე მენიუს, მაგრამ იმდენად სასიამოვნოა მაინც ეს ყველაფერი, რომ მირჩევნია ეს მთელი დრო დავახარჯო ამ საქმეს, რაც მიყვარს და გავაკეთო, ვიდრე ვაკეთო, რაც არ მიყვარს და მქონდეს დრო.